ევროპული საბჭო მოლდოვას 1.8 მილიარდი ევროს მოცულობის დახმარებას გამოუყოფს. როგორც საბჭოს მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში აღნიშნული, დახმარების პაკეტი მოლდოვის ზრდის გეგმის ფინანსური საყრდენია, რომელიც კომისიამ 2024 წლის ოქტომბერში წარადგინა. დახმარება 2025 წლიდან 2027 წლამდე პერიოდზეა გათვლილი და 285 მილიონ ევრომდე გრანტებსა და 1.5 მილიარდ ევრომდე სესხებს მოიცავს. ევროპული საბჭოს ინფორმაციით, სესხებზე იმოქმედებს დაფარვის ხანგრძლივი ვადა და ხელსაყრელი საპროცენტო განაკვეთები. ევროკავშირი აღნიშნული ნაბიჯებით მოლდოვას გაწევრიანების პროცესში დაეხმარება, მათ შორის ევროკავშირის მოთხოვნებთან დაკავშირებული რეფორმების გატარებასა და მასთან ეკონომიკურ დაახლოებაში. ეს ევროკავშირის მიერ მოლდოვისთვის გამოყოფილი ყველაზე დიდი ფინანსური მხარდაჭერის პაკეტია. ჩინეთის მთავრობამ 2025 წლის ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა, რომელიც დეფიციტის ზრდას ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 4%-მდე ითვალისწინებს. ეს მაჩვენებელი რეკორდულად მაღალია და ის დაახლოებით $800 მილიარდ ადგენს, რაც მთავრობის სტრატეგიის ცვლილებაზე მიუთითებს. ბიუჯეტის დეფიციტი წარმოადგენს მთავრობის ხარჯებსა და შემოსავლებს შორის არსებულ სხვაობას, რომელიც როგორც წესი ვალით იფარება. დეფიციტის ზრდა მიანიშნებს, რომ ჩინეთის მთავრობა აპირებს მეტი რესურსის დახარჯვას ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სოციალური პროგრამების გაფართოებასა და ეკონომიკის სტიმულირებაზე. თუმცა ამავდროულად ის ზრდა შეიძლება საფრთხეს უქმნიდეს ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას, რომელიც უძრავი ქონების სექტორის გამო ისედაც არასახარბიელო მდგომარეობაშია. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ 2025 წლისთვის ჩინეთის მთავრობა 5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს, ხოლო მშპ-ის მოცულობის მაჩვენებელი 20 ტრილიონზეა გათვლილი. მიმდინარე წლის მესამე კვარტალში არგენტინაში რეცესია დასრულდა. ივლისიდან სექტემბრამდე პერიოდში არგენტინის ეკონომიკა წინა კვარტალთან შედარებით 3.9%-ით გაიზარდა, რაც სამთვიან ჭრილში ზრდის პირველი შემთხვევაა, რომელიც 2023 წლის შემდეგ დაფიქსირდა. არგენტინის ეკონომიკის გაჯანსაღება პირდაპირ უკავშირდება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, რომელსაც პრეზიდენტი ხავიერ მილეი ხელმძღვანელობს. JP Morgan-ის პროგნოზით არგენტინის ეკონომიკა წელს 3%-ით შემცირდება, მაგრამ მომავალ 2025 წელს 5.2%-ით გაიზრდება, რითაც ქვეყნის მშპ პანდემიური 2021 წლის მაჩვენებელს დაუბრუნდება. არგენტინის მთლიანი შიდა პროდუქტი 640 მილიარდია, ამრიგად ის სამხრეთ ამერიკაში მეორე, მსოფლიოში კი 27 ადგილს იკავებს. მსოფლიო ბანკის კლასიფიკაციის თანახმად არგენტინა საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე სახელმწიფოა, რომელიც ცხოვრების დონით ტაილანდს და თურქეთს ედრება. იაპონურმა გიგანტმა Honda მის კონკურენტ კომპანიასთან Nissan-თან გაერთიანება გადაწყვეტა. ამ ეტაპზე გარიგების დეტალები უცნობია. კომპანიების შერწყმის მიზანი ახალი თაობის EV პლატფორმების შექმნა და ერთიანი დალებით შექმნილი ავტომობილები ჩინური კომპანიებისთვის სათანადო კონკურენციის გაწევაა. Honda უფრო მეტად Nissan-ის მფლობელის როლს მოირგებს, ვიდრე პირდაპირი პარტნიორის, რაც იმ ფაქტითაა განპირობებული, რომ Honda თითქმის 4-ჯერ უფრო დიდი კომპანიაა, ვიდრე გაკოტრების პირას მყოფი Nissan-ი. Nissan-ი სწორედ ის კომპანიაა, რომელმაც ჩინური კონკურენტების ზეწოლას ვერ გაუძლო და ფინანსური კოლაფსის ზღვარზე აღმოჩნდა. როგორც Financial Times-ის ანგარიშიდან ირკვევა, თუ კი არსებული ვითარება არ შეიცვალა და კომპანიის რესტრუქტურიზაციის სტრატეგია ვერ გაამართლებს, მაშინ დაახლოებით 1 წელიწადში Nissan-ს გაკოტრების გამოცხადება და წარმოების შეჩერება მოუწევს. 90 წლიანი ისტორიის მქონე ბრენდის კოლაფსის ზღვარზე აღმოჩენა ჩინეთის, ამერიკისა და ევროპის ბაზარზე გაყიდვების დრამატულ შემცირებას უკავშირდება, რასაც თავის მხრივ ჩინური, ამერიკული, იაპონური და კორეული ავტომწარმოებლებისგან მომავალი ზეწოლა განაპირობებს. მოგეხსენებათ, Nissan-ის გაყიდვების უდიდესი ნაწილი ბიუჯეტურ ავტომობილებზე მოდის, ამ მიმართულებით კი კონკურენტების რაოდენობა თითქმის ყოველდღიურად იზრდება, რაც Nissan-ის ბაზრის წილს მნიშვნელოვნად ამცირებს. როგორც ფინანსური ანგარიშიდან ირკვევა, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში Nissan-ის მოგება 85%-ით შემცირდა და წლიური პროგნოზი მილიარდიან ნიშნულს ჩამოსცდა. გარდა ამისა, გაყიდული ავტომობილების რაოდენობა 4%-ითაა შემცირებული. სოფლიოს მასშტაბით 100-მდე ავტომწარმოებელი კომპანიაა რეგისტრირებული, რომელთა ჯამური საბაზრო კაპიტალიზაცია $3 ტრილიონ აჭარბებს. ამ სექტორში წარმოდგენილი ზოგიერთი ბრენდი 100 წლიან ისტორიას ითვლის, ზოგიც კი სულ ახლახან შეიქმნა, მაგრამ უმოკლეს პერიოდში უდიდეს წარმატებას მიაღწია. სოფლიოს უმსხვილესი ავტომწარმოებელი კომპანიების რეიტინგში საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით პირველ ადგილს იკავებს Tesla შეფასება 1.5 ტრილიონით, მეორე ადგილზეა Toyota 227 მილიარდიანი შეფასებით, მესამე ადგილზე ვხვდებით BYD-ს, რომელიც 109 მილიარდით ფასდება, მეოთხე ადგილზეა Ferrari 79 მილიარდიანი შეფასებით, ხოლო მეხუთე ადგილს იკავებს Mercedes-Benz 61 მილიარდიანი შეფასებით. სოფლიოს უმსხვილესმა კრიპტობირჟა Binance-მა საკუთარი პლატფორმიდან Wazir X-ის მიერ გამოშვებული კრიპტოვალუტის ჩახსნის გადაწყვეტილება მიიღო, რაც ნიშნავს, რომ მომხმარებლებისთვის WRX ტოკენით ვაჭრობა ხელმისაწვდომი აღარ იქნება. ამ ამბის გავრცელების შემდეგ კრიპტოაქტივის ღირებულება თითქმის 70%-ით დაეცა. ზოგადად, Wazir X-ის პრობლემები წელს განხორციელებულ კიბერშეტევას უკავშირდება. მოგეხსენებათ, ცოტა ხნის წინ ჰაკერებმა ინდოეთში დაფუძნებული კრიპტობირჟა Wazir X-იდან დაახლოებით $230 მილიონი ღირებულების კრიპტოაქტივები მოიპარეს. მათ შორის ასობით ეთერიუმი და
და ბიტკოინი. კიბერშეტევის იდენტიფიცირების შემდეგ კრიპტობირჟის ხელმძღვანელობამ ოპერაციების დროებით შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. ანალიტიკოსების მტკიცებით კიბერშეტევის მიღმა ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებული ჰაკერები დგანან, რომლებიც კრიპტოინდუსტრიაში განსაკუთრებით აქტიურობენ. საერთო ჯამში ბირჟამ კასტოდანიური პორტფელის თითქმის 45% დაკარგა. ამერიკულმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ MicroStrategy დამატებითი რაოდენობით ბიტკოინის შესაძენად ინვესტორების მხრიდან 50 მილიონი დოლარის ვალი აიღო და კრიპტოაქტივში ინვესტიცია გაზარდა. ამჟამად MicroStrategy ბიტკოინის მსოფლიოში უმსხვილესი კორპორაციული ინვესტორია. საერთო ჯამში კომპანია 429,000-მდე ბიტკოინს ფლობს, პორტფელის საერთო შეფასება კი 47 მილიარდს აღწევს. როგორც ფინანსური ანგარიშიდან ირკვევა, MicroStrategy-ს ბიტკოინზე თითქმის 200%-იანი საინვესტიციო ამონაგები აქვს. საინტერესოა ისიც, რომ ეს ამერიკული კომპანია ბიტკოინის გლობალური მიწოდების 2% ფლობს და ის კრიპტოაქტივის ყველაზე მსხვილი მფლობელია. კომპანიის ხელმძღვანელის მაიკლ სეილორის განცხადებით, მომდევნო 10 წლეულის განმავლობაში ბიტკოინზე უკეთესი ამონაგები არც ერთ სხვა საინვესტიციო აქტივს არ ექნება, ამიტომ კომპანია 10 წლიან კორპორაციულ ობლიგაციებს უშვებს და მოზიდული თანხით კრიპტოაქტივს ყიდულობს. გარდა ამისა, კომპანია ბირჟაზე დამატებით აქციებს უშვებს, რათა ინვესტორების მხრიდან მოზიდული თანხა ბიტკოინის შესყიდვაზე მიმართოს. თურქეთის სამოქალაქო ავიაციის გენერალურმა დირექტორმა მგზავრთა უფლებების რეგულაციების შეცვალა, რაც მოგზაურებს საშუალებას მისცემს თურქული ავიაკომპანიებისგან რეისის დაგვიანების შემთხვევაში მნიშვნელოვანი კომპენსაცია მიიღონ. კომპენსაცია მიეცემათ იმ მომხმარებლებს, რომელთა ფრენები ოპერაციული თუ ტექნიკური მიზეზების გამო 3 საათიდან მეტით დაგვიანდება. შიდა ფრენებზე მგზავრებს უფლება აქვთ 100 ევრო, ხოლო საერთაშორისო ფრენებზე კომპენსაციის ოდენობა დამოკიდებული იქნება ფრენის მანძილზე. 1500 კილომეტრამდე ფრენისთვის 250 ევრო, 1500-დან 3500 კილომეტრამდე 400 ევრო, ხოლო 3500 კილომეტრზე მეტი ფრენის ზემოთ 600 ევრო. გადახდები განხორციელდება თურქულ ლირაში. თურქეთის ცენტრალური ბანკის მიერ დადგენილი უცხოური ვალუტის გაყიდვის კურსით აცხადებენ უწყებაში. კომპენსაციის მისაღებად მგზავრებმა ავიაკომპანიას უნდა მიაწოდონ ჩასხდომის ბარათი და რეისის დაგვიანების დამადასტურებელი სერტიფიკატი.